დილა მშვიდობისა, მეგობრებო. Bitcoin-ი პოზიციას ინარჩუნებს, Google და Apple იზრდება, ბაზრის დიდი ნაწილი კი სუსტდება. ირანის მიერ იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ ცნობების შემდეგ ნავთობი გაძვირდა. დღეს Bitcoin-ს, Google-სა და Apple-ს განვიხილავთ. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები. ოცდა 5 წელია ვაჭრობ და ჩემი მიზანია კაპიტალის ზრდა მისი დაცვით. მთავარ სიაში მაქვს Google, Nvidia, Apple, TSM, Foxconn, Amazon და Tesla. ამჟამად აქციებში ყველაზე დიდი წილი Google-ზე, Apple-სა და Amazon-ზე მოდის, მთლიან პორტფელში კი დაახლოებით 80% ნაღდი ფულია და 20% აქციები. Bitcoin-ის პოზიციასაც ფრთხილად აღვადგენ. Let's jump into technicals for Bitcoin now. We're going to technicals. Bitcoin-ის წინაგარიგება დაახლოებით $500 მოგებით დავხურე. მანამდე პოზიცია დაახლოებით 3. 1 Bitcoin-ამდე მქონდა გაზრდილი. შემდეგ შევამცირე და ახლა კვლავ ეტაპობრივად ვაშენებ. 62.700-მდე ვარდნა ჩემს ორდერებს მიუახლოვდა. ამიტომ ნახევარი Bitcoin-ის ლიმიტ ორდერი ამ დონესთან გადავიტანე. სხვა ნახევარ Bitcoin-იანი ორდერები დაახლოებით 6500-სა და 58759-ზე რჩება. ნახევარ გამტარების აქციები მკვეთრად გაიყიდა. Samsung დაახლოებით 13%-ით დაეცა და მაქსიმუმთან შედარებით 55%-ითაა შემცირებული. Foxconn 4%-ით, TSM კი დაახლოებით 1.7%-ით დაეცა. ამის საპირისპიროდ Google 1.8%-ით, Apple დაახლოებით 1%-ით და ნავთობიც 1%-ით გაიზარდა. Google გუშინაც დავამატე და გასული კვირის ვარდნის დროსაც ვიყიდე. კვირის გრაფიკზე Bitcoin-ი დაღმავალ სოლში რჩება და მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობს. კვირის სტოქასტიკური ინდიკატორი ჭარბად გაკიდულია, დღის კი ამ ზონას უახლოვდება. დღევანდელი სანთელი დაახლოებით 64,000-დან 62,700-მდე დაეცა და უკან დაბრუნდა, რის შედეგადაც ჩაქუჩი შეიქმნა. ფასი ჩემს ტრენდულ ხაზზეა, თუმცა მხარდაჭერა ჯერ კიდევ შეიძლება გატყდეს. თუ ტრენდული ხაზი გატყდა, შემდეგი მხარდაჭერები დაახლოებით 61,700, 67,000 და უფრო ძლიერი 47,800-ის ზონაა. ეტაპობრივი ორდერები დაახლოებით 62,700, 65,000 და 58,759-ზე მაქვს განთავსებული. დღის გრაფიკზე შესაძლოა შებრუნებული თავი და მხრები ყალიბდებოდეს, თუმცა მოკლე ტაიმფრეიმებზე სიფრთხილე კვლავ საჭიროა. On the 4-hourly time frame, in the smaller time frame, shoulder, head, shoulder, and we got a drop. I closed most of my 4 საათიან გრაფიკზე მცირე თავი და მხრები უკვე დასრულდა და ვარდნა გამოიწვია. წინა პოზიციის დიდი ნაწილი მანამდე მქონდა დახურული. საათობრივი გრაფიკი ახლა ფსკერის ფორმირებას ცდილობს. თელ კაპიტალს ერთ ფასზე არ შევიტან და ეტაპობრივ ორდერებს დავტოვებ 62,700-დან მთავარ მხარდაჭერამდე, დაახლოებით 57,800-ზე. I'll do 62,700, then 60,700, which is beautiful. Let's go into Google. Google was up yesterday with all the market going down. Google was still up 1.8%. Google მაშინაც 1.8%-ით გაიზარდა, როცა ბაზრის დიდი ნაწილი დაეცა და კვლავ ჩემი ყველაზე დიდი პოზიცია გახდა. ფასი მოგების კოეფიციენტი დაახლოებით 16-ია. წლიური მონაცემებია დაახლოებით 403 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 132 მილიარდი წმინდა მოგება. ბოლო კვარტალში შემოსავალი დაახლოებით 119 მილიარდი იყო, წმინდა მოგება კი 112 მილიარდი, თითქმის მთელი 2025 წლის შედეგი. Google დაახლოებით $314-თან ვიყიდე და 320-ის მიდამოებში კვლავ დავამატე. მაქსიმუმიდან აქცია დაახლოებით 22%-ით დაკორექტირდა. ვარდნამდე პოზიცია შევამცირეთ და ახლა შემცირებულ ფასზე ვყიდულობთ. ძლიერი მოგებისა და დაახლოებით 16-იანი ფასი მოგების კოეფიციენტის გამო პოზიციის კიდევ გაზრდას ვაპირებ. Apple-იც ძლიერად გამოიყურება და დაახლოებით $340-თან ახალი მაქსიმუმი შექმნა.
მარტის შესვლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების პერიოდიდან ზრდა დაახლოებით 34%-ია. Apple კვლავ მიჭირავს, თუმცა მისი ფასი მოგების კოეფიციენტი უკვე დაახლოებით 40-ია, Google-ის 16-თან შედარებით. ამიტომ Google ახლა უფრო მიმზიდველადაა შეფასებული. Google made 112 billion profit in 1 quarter, and Google made it in 1 year. Apple made it in 1 year, and Google. Apple-მა მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 112 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო. Google-მა კი თითქმის იგივე ერთ კვარტალში აჩვენა. Google ახლა მეტ შემოსავალსა და მოგებას ქმნის, ამიტომ მასში უფრო დიდი წილი მაქვს. Google ჩემი ყველაზე დიდი პოზიციაა, გუშინაც დავამატე და ბოლო 20%-ზე მეტი კორექციის დროსაც ვიყიდე. With amazing earnings, which is great. In the James G chat, oil prices rise 5% after Iran launches surprise attacks. საზოგადოების ჩატში განიხილავდნენ ნავთობის 5%-იან ზრდას ირანის მიერ იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შესახებ ცნობების შემდეგ. ასევე საუბრობდნენ SEC-ის განცხადებაზე, რომ კონგრესის მიერ Clarity Act-ის არ მიღების შემთხვევაში კრიპტოვალუტების წესებს თავად შექმნის და ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებზე. Kip 5 ივნისის მოდელმა BNB-ზე ლონგ სიგნალი გახსნა. ChatGPT 5.6 Sol went long on BNB. Calls for US Senate to pass CBDC Act. ქვემოთ არის უფასო Telegram საზოგადოების, Bybit-ის, Wits-ის, Elite Traders-ის, Crypto Masterclass-ის, ინდიკატორებისა და Growbot-ის ბმულები. ნახსენები შეთავაზებებია Bybit-ის ბონუსი $30,000-მდე და Wits-ის $200 ბონუსი ქექის გარეშე. ჩაწერის დროს განხილვაში 129 წევრი იყო ონლაინ. მაყურებლებმა განაცხადეს, Uber-ის გარიგებით $15,000, ერთ კვირაში 25,000, ხოლო 10,000 35,000-მდე გაზარდეს. სხვა კომენტარში 122,000-ის მოგება და პორტფელის თითქმის გაორმაგება იყო ნახსენები. ეს მათი განცხადებებია. ეს იყო დღევანდელი საბაზრო მიმოხილვა, რომელიც ტელეფონით წყალთან ჩავწერე. ამჟამად ყველაზე დიდი პოზიცია Google-ში მაქვს, თუმცა Apple-ს და Foxconn-იც მიჭირავს. ფასების ვარდნის შემთხვევაში მათ დამატებას ვაპირებ და Samsung-ის ყიდვასაც განვიხილავ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და ჩართეთ შეტყობინებები. ხვალამდე.